გასაცერდება დაგიბრუნო და შენი ვალი. ჩიდიგვრიდი მაფრიდავადა უდარირა მესროსანი მეგონავო ნალმინა Pardon, океан извинения. Дивиданэл და ვიყუფარაძე მას დარეკა. დიდბოდის კი ვიხდი რომ გაცდეთ. იქნებ არ ცხირდეს. თუ იცით, იგავარაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვი. ადამიანი თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ამბობს ელდარ შენგელაია და მისი გმირებიც არ ღვევენ ზღაპრობილის კარს, მიფრინავენ არსებული რეალობისგან შორს უსაზღვროებისკენ, ცდილობენ გათავისუფლდნენ საკუთარი რუტინული ცხოვრებისგან, ან სულად სისტემის ბიუროკრატიულობისგან. რეჟისორი, რომლის ნამუშევრებსაც ხშირად კინოს გენიოსების, ვიტორიო დე სიკასა და ლუის ბუნუელის ფილმებს ადარებენ იუბილარია. ელდარ შენგელაია 26 იანვარს 80 წლის ხდება. ცნობილი მშობლების შულს ყურადღება არასდროს აკლდა, როგორც თავად იხსენებს, როდესაც დედასთან, რატო ვაჩნაძესთან ერთად ქუჩაში ჩდებოდა, საყოველთაო ყურადღებას იქცევდა. კინოსაც ბავშვობიდან ეზიარა და საკუთარი პროფესია და ცხოვრებაც ხელოვნების ამ დარგს სამუდამოდ დაუკავშირა. როდესაც პატარა იყო, რეჟისორი მამისგან პირველი შექებაც დაიმსახურა, როდესაც მან უთხრა, რომ მისგან კარგი გამნათებელი გამოვიდოდა. მამას ნიკოლო შენგელაიას გადასაღებ მოედანზეც ხშირად დაყვებოდა და კინოს მაგიაც მალევე აღმოაჩინა. მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოსფილმის დამდგმელი რეჟისორი გახდა. აქვე შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით ლეგენდა ყინულის გულზე. მას თოვლის ზღაპარი მოყვა. თამაზ მელიავასთან ერთად კი უკვე ქართული ფილმისთვის თეთრი ქარავანი გადაიღო. წარსულის და მოძველებული ადათ-წესების დაცვა იქცა ელდარ შენგელაიას კარიერის დასაწყისში შექმნილი კიდევ ერთი ფილმის, მიქელას მთავარი თემა. მე ამისგან გავაკეთებ. ეს ფრაზა რეჟისორმა დაუსრულებელი დატოვა. ინტერპრეტაციის საშუალება თავად მაყურებელს მისცა. მარმარილოს სვეტი კი, რომელიც აგული ერისთავს მასწავლებელმა თავად აგული მკითხავის მოსწავლეს აჩუქა, ფილმში ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. არშემდგარი მოქანდაკის ისტორია, რომელიც ომის შემდეგ ყოველს მკვდარი გონია, ელდარ შენგელაიასა და რეზო გაბრიაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. არაჩვეულებრივი გამოფენა თავისი პერსონაჟებით რეჟისორისთვის ეზოპეს ენად იქცა. რეზო გაბრიაძის და ელდარ შენგელაიას კინოტანდემის საშუალება გახდა იმდროინდელი ხელისუფლებისთვის თვალი აეხვიათ, ხალხისთვის კი პირიქით თვალი აეხილათ არსებულ რეალობაზე. ნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახის შვილი. ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი. მოკვდა საწყალი. მiksi საკითხი ხომ თავიდან გადასაცვლელი. მოდეთ, მადლო. როგორ გეკადრებათ კაცო ბოლოს და ბოლოს მე ამ ფორმულების ამოხსნაში ამები მიტენებია. ეს ხომ ჭეშმარიტებაა? ტანდემი შერეკილებით გაგრძელდა. შერეკილები არც დასავლეთში მიფრინავდნენ, არც აღმოსავლეთში და არსად. ისინი უბრალოდ მოსწდნენ იმ რეალობას, რომელშიც ვნახეთ ქვემოთ და ამაღლდნენ ამ რეალობაზე. მოსწდნენ იმ რეალობას, სადაც არ იყო თავისუფლება, ამბობს ელდარ შენგელაია. ქრისტეფორესა და ერთაოს კი ბევრი პირველ საბჭოთა დისიდენტებს უწოდებს, რომელთაც აპატიმრებენ, საგიჟეთში ამწლოვენ, თუმცა საბოლოოდ მაინც პოულობენ გზას სრული თავისუფლებისკენ. კინოზღაპრის ქვეტექსტი მაშინდელმა ხელისუფლებამ ადვილად გაშიფრა. ამიტომაც სურათის საკავშირო პრემიერა დიდი ხნით შეაჩერეს. ფილმს გრიფი დაადეს, რომლის მიხედვითაც მისი ჩვენება მხოლოდ საქართველოში იყო შესაძლებელი. მსოფლიო კინოფესტივალებზეც კი ელდარ შენგელაიას ნამუშევრის ნაცვლად სხვა საბჭოთა ფილმები იგზავნებოდა. კლდიაშვილი ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია. მისი ენა და თემები თითქოს ყველაზე ახლოსაა ჩემთან, ამბობს სამანიშვილის დედინაცვლის რეჟისორი. ფილმი კინოეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა. ესეც გამარჯობა. მე არ მithქვამს გადააგდეთ მეთქი. უკაცრავ. გაიტანეთ მეთქი. ბატონობა სულ წესია. ხელმძღვანელი ამხანაგები როგორც გადაწყვეტენ, როგორც მოითათბირებენ და რასაც მიბრძანებენ, იმას გავაკეთებ. 6 წლიანი პაუზის შემდეგ კი მაყურებელმა ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი ნახა. ისტორიალ პობა შეპარულ სისტემაზე, ბიუროკრატიასა და ხალხს ვინც ამწყობას ქმნის. შემგოებლობა და უინტერესებლობა. პრობლემები, რომელიც კონკრეტული სახით არც ერთ გმირში ჩანს. თუმცა ფილმის ფინალი, ტიპიური საბჭოთა დაწესებულების ნგრევა ფილმში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური დასასრულია. ელდარ შენგელაია აქაც ღია ფინალს ტოვებს და მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს. კიდევ ერთი რაც მის ფილმებს განუმეორებელს ხდის გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც იდეალურად ეხმიანება მის სათქმელს.
საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტად აღიარებული ელდარ შენგელაია 1992 წელს ბერლინის რიგით 42 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს. ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილესთვის ემზადება თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. კოსტიუმები, ხელნაწერები, კინოსცენარები, ჯილდოები და უნიკალური ფოტოგალერეა. მუზეუმის 6 დარბაზი არაჩვეულებრივ გამოფენას მასპინძლობს. თუ სასახლის ისტორიულ ნაწილში მოხვდებით, რამდენიმე ათეული წლით უკან და ელდარ შენგელაიას კინოსამყაროში იმოგზაურებთ. ხელოვნების სასახლე არაჩვეულებრივ გამოფენას თავაზობს ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით. საინტერესო გამოფენა იქნება. ეს იყო ჩვენი მუზეუმის, ჩვენი სპონსორების ბილანისა და კონსტანტას იდეა, რომ ცოტა არაჩვეულებრივად გვეჩვენებინა ელდარ შენგელაიას ცხოვრება და შემოქმედება. გვეჩვენებინა არა მარტო მისი შემოქმედებისადმი მიცნული უძრავი ნივთები, არამედ აი სიცოცხლე და ის მოძრაობა, რომელიც ელდარ შენგელაიას შემოქმედებისათვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი. ლეგენდარული ქართველი რეჟისორი პირველია, ვისი ხელის ანაბეჭდების ნახვაც 26 იანვრიდან ხელოვნების სასახლეში შეგიძლიათ.